15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების სრულობისას ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდში დესტაბილიზაციას და პროვოკაციების მოწყობას გეგმავს. აღნიშნულის მიზნით ნაციონალური მოძრაობის მრავალმა შტაბმა ზუგდიდში მოავლინა 100 კაციანი ჯგუფი. ამ ადამიანებისათვის მიცემულია ინსტრუქცია. თითქოს ისინი არიან ჟურნალისტები და თავისუფალი ზონის ეგიდით აპირებენ ზუგდიდში არჩევნების გაშუქებას. რეალურად კი მათთვის მიცემულია დავალება, მოაწყონ პროვოკაციები და ცალკეულ უბნებზე შექმნან ქაოსი და დესტაბილიზაცია. ნაციონალური მოძრაობის აღნიშნული ქმედება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მიუხედავად არაერთი ცრუ და პროვოკაციული განცხადებისა, მათი რეიტინგი არის მინიმალური და ყველა გამოკითხვებისა და საზოგადოების განწყობის მიხედვით ზუგდიდში სწორედ ქართული ოცნება და მისი კანდიდატები ფლობენ უპირატესობას. იმის ნაცვლად, რომ ნაციონალური მოძრაობა 10 თვეებამდე წლების განმავლობაში ზუგდიდელების წინაშე ჩადენილ დანაშაულს და თუნდაც ადამიანების გაუპატიურების, მკვლელობისა და წამების გამო, რომელიც მათი პოლიტიკური ჟესტის პერიოდში ხდებოდა, ბოდის უდიდეს მოსახლეობას კვლავ ცდილობს ძალადობას და ვითარების არევას. ნაციონალური მოძრაობის მიზანს წარმოადგენს სახელმწიფოსა და არჩევნების დისკრედიტაცია და საკუთარი მოსალოდნელი დამარცხებისთვის გამართლება. მიმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ადგილობრივ დამკვირვებლებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ზუგდიდში თავისუფალი ზონის ეგიდით მოქმედი პერსონების ქცევას. დაბეჭდებით ვაცხადებთ, რომ ამ ადამიანებისათვის მიცემულია ძალადობის, არჩევნების გაყალბების, ხელშეწყობის, უბნების დარბების, ერთმანეთის საჩვენებელი ქიშვებისა და პროვოკაციების მოწყობის ინსტრუქციები. კიდევ ერთხელ მოუწოდებთ საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ზუგდიდის საარჩევნო ოლქში არჩევნების მიმდინარეობას. მედიას ობიექტურად გააშუქოს საარჩევნო პროცესი. ჩვენს მომხრეებს არ წამოიღონ პროვოკაციებს და მშვიდად გამოხატონ თავიანთი მოხალხეობრივი პოზიცია. ჩვენი ოპონენტების მხარდამჭერებს არ მიიღონ მონაწილეობა უკანონო ქმედებებში და ხელი არ შეუშალა არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას. საარჩევნო კომისიებს საარჩევნო კოდექსის ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ხმის მიცემის პროცესის გამჭვირვალობა. ყველა ზუგდიდელს გამოიჩინონ განსაკუთრებული სითხილე, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი დაძაბულობა და არჩევნების ცივილიზებულად ჩატარებისთვის ხელი შეშლა. დაბეჭდებით ვაცხადებთ, რომ ქართული ოცნების ზუგდიდის ორგანიზაცია და საარჩევნო შტაბი დარწმუნებულია საკუთარ გამარჯვებაში. ამის მიუხედავად ჩვენ მზად ვართ ჩვენს ოპონენტებთან ერთად მოვახდინოთ ყისიერი რეაგირება ყველა შესაძლო დარღვევასა და გადასხდომაზე. იმის მიუხედავად მინიჭდება კონკრეტული ქმედების უკან. აქვე გვთავაზობთ ყველა პოლიტიკურ ოპონენტს მაქსიმალურ კომუნიკაციას. ქართული ოცნების ზუგდიდის ორგანიზაცია და საარჩევნო შტაბი აპირებს არჩევნების მშვიდ ვითარებასა და კანონის ნორმების სრული დაწვრილებას და ჩვენი მხრიდან ადგილი არ იქნება არანაირ ძალადობას. შესაბამისად, ნებისმიერი სახის პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა დაიკისრება ნაციონალურ მოძრაობას და მის დესანტს. მოვუწოდებთ ყველა ზუგდიდელს აქტიური მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და ხმა მისცენ მათთვის საშუალო კანდიდატებსა და პოლიტიკურ სუბიექტებს. სწორედ ასეთ შემთხვევაში ვერ შეძლებს ვერცერთი ძალა პროვოკაციის მოწყობას. მოვიდეთ არჩევნებზე, ერთად ვიზრუნოთ ზუგდიდზე, ერთად ვიზრუნოთ საქართველოს. ესე ქართული ოცნება ზუგდიდში ისე დაასრულებს ხელისუფლებას, ხვალ რომ ჯერაც ვერ მიხვდა რომ ხელისუფლებაშია. ბოლოს 3 თვეა საარჩევნო კამპანია ისე მიმდინარეობს, რომ თუ ვინმე რევს სიტუაციას, ეს არის ქართული ოცნება და მისი აქტივისტები. ხა 100 კაციანი ჯგუფის შემოყვანაზე მხოლოდ შემიძლია ლირიული გადახვევა დაარქვით, გინდა ხუმრობა 100 არა 100,000-იანი არმია მყავს ჩამოყვანილი ასისვლელი. ზუგდიდში ჩვენ ყავს ის აქტივისტები, ის კოორდინატორები, ის მიკროკოორდინატორები, რომლებიც უზრუნველყოფენ საარჩევნო კამპანიის მშვიდობიანად ჩატარებას და იმ დაგეგმილ პროვოკაციებს, სწორედ რომელიც ქართულ ოცნებას აქვს დაგეგმილი, არაფრით არ განვახორციელებიებთ ზუგდიდში. ეს 100 კაციანი, ანუ თავისუფალი ზონის ჟურნალისტები ჩამოსული არიან რეალურად. ეს არის როგორ გითხრა, სიცრუეთა სიცრუეს შორის, რა ვიცი ხა, როგორ მე ხა თავისუფალი ზონის საქმიანობას ნაკლებად ვიცნობ, მართალი გითხრათ და რა ვიცი, თბილისში ყავთ 100 კაციანი ჟურნალისტური არმია, რა ვიცი, 100 ჟურნალისტი, რომელ ორგანიზაციას ყავს, რუსთავიოს, რა ვიცი, TV-ს, იმედს. ალბათ თქვენ შეიძლება ყავდეთ 100 კაციანი ჟურნალისტური რაზმი თორე სხვას არ ვიცი თუ ყავს.